ვიდრე ერთობლივი რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდება, მანამდე ჩვენ გავეცანით დიდი პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტებს, რომელიც ცალ-ცალკე არის ჯერჯერობით ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული. ამ დროისთვის 7 პროექტია გამოქვეყნებული ევროპარლამენტის საიტზე და მე გაგაცნობთ ახლა ყველაზე დიდი და მსხვილი პოლიტიკური ჯგუფების ტექსტებს, რომლებსაც აქვთ ერთგვარი გავლენა ევროპარლამენტში. დავიწყოთ ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფით, ეს არის ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საუბრობს და მოუწოდებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ვრცელია საკმაოდ IPP-ის დოკუმენტი და ამ დოკუმენტში ასევე მოთხოვნა არის წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ დაუწესონ სანქციები ქართული ოცნების რეჟიმის ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც არის პასუხისმგებელი რეპრესიებზე. სწორედ ამ ფორმულირებით არის ჩანაწერი და მოუწოდებენ ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში და სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ასევე საინტერესო არის მწვანეების დოკუმენტი, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ჩანაწერი არსებობს ქიმიური მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით და ისინი ამბობენ, რომ ეს საქმე რეალურად არ არის გამოძიებული და შესაბამისად უნდა იქნას ყველა ფაქტის შესწავლილი სათანადოდ გამოძიებული. ყველა დოკუმენტში, ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფების დოკუმენტებში ყველგან არის ნახსენები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. ეს მოთხოვნა აერთიანებს ყველა დოკუმენტს და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ ივანიშვილს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ, რა წერია მწვანეების და ევროპის სახალხო პარტიის დოკუმენტებში. მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას და პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით დაკავებული ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. მოგიწოდებთ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნას. ვგმობთ სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენებას. მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ მიზნობრივი სანქციები ქართული ოცნების რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ. მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, სისხლის სამართლებრივ დევნასა და ძალადობაზე. ვგმობთ მომიტინგეებისა და დაკავებულების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ცნობებს, მათ შორის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ცნობებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ყველა პასუხისმგებელი პირი. მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოოდ გადალახოს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზანმიმართული სანქციების ბლოკირება. მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს მანამდე დაუყოვნებლივ დააწესონ ორმხრივი სანქციები. ვითვალისწინებთ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის გასული თვის წერილს, სადაც მან მიანიშნა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის. გამოვთქვამთ უკმაყოფილებას და ვფიქრობთ, რომ ეს ზომა უარყოფითად იმოქმედებს ყველა ქართველზე, მათ შორის მათზე, ვისაც შეიძლება დევნისგან თავის დაღწევა დასჭირდეს. ეს ზომა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ასევე ვნახეთ ლიბერალების და ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების რეზოლუციის პროექტი, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე და საინტერესო ჩანაწერს ვაწყდებით ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფის პროექტში, სადაც ქართულ ოცნებას ისინი მოიხსენიებენ საბჭოთა ტიპის აპარატჩიკებად და მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ შეიკავოს თავი ნებისმიერ ისეთი დაფინანსებისგან, რომელიც შესაძლოა იყოს პოზიტიური შედეგების მომტანი ქართული ოცნების აპარატჩიკებისთვის. სწორედ ასეთი ფორმულირებით წერია ამ დოკუმენტში ქართული ოცნება ასე არის შეფასებული, ასევე პოლიტიკური პატიმრების შესახებ მოწოდება ბუნებრივი ამ დოკუმენტშიც არის და ცალკე არის გამოყოფილი მიხეილ სააკაშვილი და მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოწოდება. ლიბერალების ჯგუფის დოკუმენტიც არის საკმაოდ ვრცელი, აქაც მოწოდება არის სანქციების შესახებ და ყველა ჯგუფი იაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია გამოიძებნოს გზები, რომ დაბლოკონ, უბრალოდ გადალახონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტო, რომელსაც ის მუდმივად ადებს ქართული ოცნების პერსონალურ სანქცირებას, ვინაიდან აქამდე საგარეო საქმეთა საბჭოზე დაყენებული იყო არაერთხელ ეს საკითხი, ანუ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პერსონალურად დასანქცირების მოთხოვნა და ყოველთვის ეს ორი ქვეყანა ბლოკავდა იმას, რომ ივანიშვილს და ქართული ოცნების წევრებს არ დაწესებოდათ სანქციები და ევროპარლამენტარები მოუწოდებენ წევრ სახელმწიფოებს, რომ გამოინახოს გზები და რამენაირად გადალახონ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტო.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება როგორც პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებს ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოს და ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა ევროკავშირ საქართველოს ურთიერთობებში საორიენტაციო ნიშნულად მიიჩნიონ და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიზნობრივი ზომები განიხილონ. შეუძლებლად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მანამ სანამ არ მოხდება მისი ამჟამინდელი რეპრესიული კურსის აშკარა შეცვლა. კვლავ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მოგიწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებული ოპოზიციური ფიგურების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ. ევროკავშირმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფინანსური მხარდაჭერისგან, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების აპარატჩიკებისთვის. მოვუწოდებთ საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს დააწესონ მიზნობრივი სანქციები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ოპოზიციური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ. როგორც გითხარით, ამ დროისთვის 7 რეზოლუციის პროექტი აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპარლამენტის ვებგვერდზე, მათ შორის არის 2 ისეთი პროექტი, რომელიც გარკვეულწილად ქართული ოცნების მხარდამჭერ მესიჯებს შეიცავს, თუმცა ეს არის მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების რეზოლუციის პროექტები, რომელსაც საერთოდ არ ითვალისწინებენ ხოლმე ევროპარლამენტში, ვინაიდან მათ გარშემო გარკვეულწილად არსებობს სანიტარული კორდონი და ისინი უბრალოდ ასე ტვირთავენ ხოლმე მათ ჩანაწერებს, თუმცა საბოლოოდ ერთობლივ რეზოლუციის პროექტებში მათი ჩანაწერები და მოთხოვნები ვერ ხვდება ხოლმე. რასა იუკნევიჩიანემ უკვე დაადასტურა ის, რომ არსებობს შეჯერებული ვერსია, თუმცა ჯერჯერობით ერთობლივი რეზოლუციის პროექტი არ არის გამოქვეყნებული ევროპარლამენტის ვებგვერდზე. დღეს გაიმართება საგანგებო დებატები ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ და ხვალ უკვე რეზოლუციის ერთობლივ პროექტს უყრიან კენჭს ევროპარლამენტში.